დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა დილით ავდექით სპეციალურად რომ წავიდეთ და გავალადგუროთ მტაცებელი. მოკლედ ძალიან გამრავლდა ეს მტაცებელი, რის გამოც ძალიან შეწუხებულია მოსახლეობა, ესე იგი სახლებში უვარდებიან, ხოცავენ ქათმებს, გლეჯენ პირუტყვს და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა მივდივართ, იქ ბიჭები ილოდებიან, ჩამოვიდნენ კახეთში და ერთად შევუდგებით და შევამცირებთ მათ პოპულაციას. იმიტომ რომ ძალიან საჭიროა. ეს მოვიდნენ ყველა, განახებ. არა და როგორ მახსოვს წერზე რო წამოვიდა. გუჯა, აბა ორი სიტყვით ახლა. დღეს როგორი გეგმები გაქვს? გეგმა მაქვს დავდგები ადგილზე. იმედი არა მეგობრებს. სინასავი ქიტებს არ დავთვლი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო, წავიდით ახლა გავაზის მიმართულებით და მოდება ბატონი ნიკოლოზი. ესა ვარ სულ მოდიან. გარ ცამეთ. ახლა შემაგარ. აი, მოგორე, როცა მიდიხარ ტურეს საღამო. უნდა გქონდეს წყალი, რო შეგეშინდება დალიო და ხუდი. გადააგდო თვალებზე მიაგდო გაიქცე. ორი სამი საფამოსი გუში მეცხვარი იყო აქ ნაგებს უნახულობდი და 4 წელი მოსული იყო ბასთან წაიყვანეს რა. დიდი ალბათობით ძიაო რა სიტყვი ძიაო. აბა დღევანდელი ნადირობაზე. ხო, ძალიან მოტივირებული ვართ ხალხი. ხანჯალი ენერგიაზე ვართ. და ერთი სული გვაქვს, მალე დავსხდეთ სუფრასთან. შეიძლება რას ფიქრობ? რას ვფიქრობ, ყველაფერი რო თქვა, გუჯა არ გამოედი. წვანეები გაიმარჯვებენ თუ სტაფილოსფერები. სტაფილოსფერები. მეკარებში დგები და გასარით. ლადო კი როგორ თოლა რა ერთი რაცია მეცნო არ გაქვს შენ? შენ რაციები რა უყავი? რაციები. რაც ამ ყველა საქმე ერთი ის პნოპკიან გამოგაწერინა შენ. მაშ. პრობგიან. რა ვიღა შესაძლებელი. დვანისი გარდაბანი. მოკლედ, ბიჭებო, როგორც ეს და რიგია, დღევანდელი დღეს ჩავატაროთ ისე, როგორც ჩვევია და როგორც ტრადიციულად დავდევით უკვე ჩვენი საქციები, ჩვენი ნადირობა, ჩვენი მეგობრობა ყველაფერი. და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღეს, აი თავყრილობა გვაქვს, კაცების თავყრილობა გვაქვს, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის კაცობა, ეს არის ბუნების სიყვარული, ეს არის მეგობრობა და ყველაფერი რა. ამას დღევანდელ დღეს ჩვენ და ამ ნადირობის, ამ მტაცებელის გამოხშირვას საფუძველი ჩაუყურთ ჩვენმა დიდებულმა საქმემ, როცა დავიწყეთ ჩვენ სანადირო ფრინველების, კაკაბიგნოლი, ხოხობის გაშვება ველურ ბუნებაში. ეს არის სასწაულები, უნახავი ეგეთი რამე არ დაიჯეროთ რომ სადმე მომხდარიყოს. ესე მასიურად, ესე მრავალფეროვნულად რო ყოფილიყოს, ეს არის ფონდი ქართულ დამსახურება და აი
ბატონი ნიკოლოზი აქ არის ერთი სიტყვა არ წარმოსცენია არასდროს თუ რამე საშუალება არის მოდის და 22000 ფრინველი გაუშვი 22000 ამხელა საქმე წარმოგიდგენია თქვენ და კიდე ყავს ბევრი გასაშვები და ამას შეგფიქრებთ რომ ყველანი ვიქნებით წყნარად ყველაფერი იქნება ხუთიანზე ამიტომ მადლობა შეუთავოთ ქართულ ფონდ ბატონ ბიზნესაც ამ დიდებული ქართული საქმის გასაკეთებლად რა ჩვენ რა გვინდა მეტი ახლა ქართულ ხალხს ერთობა გვინდა, ზღობა გვინდა, სიყვარული, ნადირობა გვინდა, ბალღები რომ გავზარდოთ ტყეში და კაცობა იცოდნენ, ეს არის პრევენცია ნარკოტიკების მიმართ, იმის მიმართ, ყველაფრის მიმართ. ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს ახლა რა. ამიტომ დღეს კიდევ ერთი რამე არის, ჩვენ ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, რომ არის ნახე წამოვიდა სტიმული მიეცა ერთმანეთს. ხალხით ყოველ დღე იქნება საზოგადოებები, რაც ძალიან მოხარული არის და საერთოდ ეს საქმიანობა არის საზოგადოებები და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამე საკეთებელი. ძალიან ბევრი. ეხლა მე სულ ფიქრობ რა გავაკეთოთ შიგნის ალგამ არა მოგვიწევს შეხვედრა ჩვენ დაждდომა კიდევ რა ნაბიჯები გადავდგეთ რა. ჩვენ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ აუცილებლად ნახევრად ველური იხვები არის. მოხედავთ იხვების გადავხსნა აღარ ძალიან შემცირდა იხვი. ეს გამოიწვია ევროპაში და რუსეთში ქათმის ჭირმა და ამ უბედურება. ხო და თუ არ მოვაშენეთ რავია რა და არ შეუძლოთ ხელი ჩვენ ამ ბიომრავალფეროვნებას, არაფერი არ გამოვა. ამდენი თოფი, ამდენი ტყვია წამალი, ყველას უნდა სროლა. ჩვენც უნდა მოუწესრიგდეთ რომ დღე და ღამე და გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი არ უბათხუნოთ და დავკავდეთ ესეთი საქმით ჩვენ შინსაც მოიკლავ და შედეგი გვექნება 10 ჯერ მეტი და უკვეთესი რა. ამიტომ აქ ჩვენ გვინდა ერთობა და კულტურა. კულტურა უკვე ყალიბდება გადასარევად რა. ეხლა ვამბობდი ეხლა რეგიონში ბაბო სადახარ გამიგონებენ ხოლმე შენ გააკეთებ აღრიცხვას დღევანდელი დღისას ვინც იყო ახლა და ყველა შეკრება ჩვენი იქნება აღრიცხული რა. ამის გარდა დავიწყოთ და ცოტა შეგიწყობთ ხელს მე რომ ეს ნახევრად ველური ხები შემოვიყვანო და სადაც კი შეიძლება გაჩნდეს ეს გუდე და ძალიან მალე მრავლდება დავიწყოთ ესეც იმიტომ რომ ისიც გადასარევი სანადირო ფრინველი არის იმ დროს ნადირო როცა სხვა რამეზე ვერ ნადირო და კიდე ბუნება შევძენ ამით რა ხდება იცი ჩვენ ზეწოლას ხსნით ენდემურ ადგილობრივ ცხოველებზე და ფრინველებზე და ვიწყებთ ნადირობას ჩვენ მოყვანილი ჩვენ გაშენებულ ცხოველებზე და ფრინველებზე და ამაზე კაი საქმე რა არის იმიტომ რომ ჭარბი არაფერი არ ვარდა და დავაწესებთ კიდევაც ნადირობის წესს რამდენი უნდა მოუკლათ კვოტა რამდენი ის ეხება მე ესე ვფიქრობ რომ აი აქ ამ რეგიონში პატარა ჯგუფი შეიქმნება 3 კაციანი 4 კაციანი 5 კაციანი მიეცება ლიცენზიები შემდგომში აი ბიჭებმა ხო შექმნეს გუნდი გავაზე ხო მაცალი ეხლა ეს იდა მაიცა ეს და თორე ჩავანაცვლეთ შედარებით სხვისგან რა ხო ეხლა რაც შეეხება გავას ეს არის მე მოგილოცოთ უყურეს რა აი დღევანდელი ეს არის პირველი ნადირობა ეძღვნება ლიცენზირებული ნადირობა არის გავაზის შექმნას ეს არის გადასარევის საქმე ჯერ ახლა ურთიერთობა არ გაგდა თქვენ მაგრამ ეს კიდე არის ერთი ის კიდე შემაკავშირებელი რამ რა წინ გადაღმული კაცობაში სულ ყველაფერში და ერთი რომ ჩამოხოთ ათი და ვიყრეთ გავაზი სად არის და უცებ პრახ ვიღაცა შევხდება ჩავეხუტებით ერთმანეთს მოეფერებით მე ახლა ცოტა დავბერდი და ხო მომეხმარავდით ხოლმე სიარულში მიდეში რაღაცა ჩემი ეს რაღაცა ქვია წილკურას თავი დაანეკეთ რა ხო და ამიტომ მოგილოცავთ სულ ყველას კაცურად და მოდი კიდე დავნერგოთ შეიქმნას 1000 გავაზი კიდე შეიქმნას უკეთესი არის რასაც მეც იმას ვიზავ ეხლა რაც შეეხება მტაცებელს არის ძალიან ბევრი კატასტროფულად ბევრია რაც დავიწყეთ ნადირობა 10 ნაკლები ვეღონე არც მომხდარა რა 15 20 18 წარმოგიდგენიათ რა არის ერთ ადგილზე ერთ ლოკაციაში გარდამავში ორჯერ ვინადირეთ და 18 რაც გამოვიტანეთ და ალბათ ერთი 4-5 კიდე დარჩა შიგნით ეს მე დავრეკე ახლა ევროპაში ჩემ მეგობრებთან და გაგიჟდნენ ერთი დაგეძახათო და ჩამოვიდოდი რომ სანადიროზე ვერ წარმოვიდგენ ეს უცხოელები ამაზე როგორ არიან გადაკეტილი ჭუა რა ეს გადის პურა გადის მგლის კატეგორიაში და ინტერესია დიდი ძაღლების დევარი და
ეს მოგვიწევს ჩვენ სტუმრების ჩამოყვანა. ეს შორი არ არის. ჩვენ როგორც კი ხედავ ახლა როგორც კი მოუწევს სტრიგდები, კიდე უკვე გამართული ვიქნებით. მე აქ ტრადიციები უნდა შემოვიღოთ ჩვენი, როგორც არის უცხოეთში. აი იქ რომ ირესპიში ჩაუდებენ ბალახს, აქ კიდე რაღაცას მოვიგონებთ, აქაური ტრადიცია თქვათ. იყოს კახური სამეგრელოში სხვანაირი, რომ გამოკვეთილი იყოს სხვანაირი. სილამაზე რომ მივცეთ რა მოკლედ რა. სილამაზე ამყოფა და ეს არ იყოს რახაბურხი და რაღაცეები ისეთი რა. ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამასახში ვხედავ ჩემ ქვეყნის გამარჯვებას. ეხლა როგორც წესი ბატონ გოგას მაინც ამომასწრებს, რომ რაღაცა უნდა გავაკეთებინო ამას, რომ რა არის ეს ისე და ჩაადევეს ინსტრუქტორი, ხო იცი რა ინსტრუქტორში. ეთემ მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში მოგილოცავთ კლუბის დაფუძნებას, ნამდვილად ძალიან კარგი საქმე არის, ეროვნული საქმე გეწევა. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც მეტი კლუბი იქნება, მოკლედ ყველა კარგი არის ნამდვილად. რა, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოცდილი მონადირე არის აქ, მაინც ორ სიტყვას ვიტყვი და გთხოვთ, რომ მომისმინოთ. პირველი, თოფები განმუხტული არის და ტყვია არ ძევს და მხოლოდ მუხტავთ თოფებს, როდესაც დავდგებით ნომერში. მეორე, ნომრებში დაგვაყენებენ ადგილობრივი ბიჭები, ვინც იციან რა ლოკაციაზე ვნადგურობთ და რა ადგილზე. ზუსტად იციან საიდან წამოვა სარეკი, რას უნდა ვესროლოთ. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ გასროლა ხდება მხოლოდ იმ ობიექტზე, რომელიც ლიცენზირებული არის, ეს არის ტურა, ეს არის მგელი. დანარჩენი ყველაფერი, რაც არ უნდა გამოვიდეს, ვატარებთ. წყნარად შვიდად ვამთავრებთ ნადირობას. ნადირობის პროცესში ერთი თხოვნა მექნება რა. ვისთანაც გამოვა სანადირო ობიექტი და მოინადირებთ. არ მოიხსნათ ნომრიდან, არ მიხვდეთ ანახავად, ყველანი ვიყოთ ჩვენ ადგილებზე და მას შემდეგ რაც ნადირობა დამთავრდება და ნომრები აიშლება, მივიდეთ და გამოვიტანოთ. ალბათ ყველას გვაქვს თოკები. თოკები იქონიეთ, რომ მონადირებული გამოვიტანოთ, ასევე თოკები დაგჭირდებათ, რომ ძაღლი თუ გამოვა ნადირობის შემდეგ, დრო რო არ დავკარგოთ, ძაღლიც დავუჭიროთ. მე მგონი, სულ ეს არის რამე თუ გამომრჩა, შემახსენეთ. ბატონო, ხო, უსაფრთხოების ჟილეტები ყველას გვაცვია, სასიგნალო ჟილეტები ყველას გვაქვს. და როგორც ბატონი თემური იტყვის, ბევრი ბახაბუხი არ გვინდა, ჯობია მიზანში ვისროლოთ და კარგად. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას. ავედით ვინადიროთ. ზოდა ურცალი მოკალი, იგივე ბრუდე გზიდალვა ტრიალები. ტიპები უნივერი თინადირობდი. ყველაზე ბევრი ხო მე დავხოცე, 20 კაცი იყოს, მე დაეღა დავხოცე ტიხვები იქა. აბა თუ გაგვატარებთ. რა გაგვატარებთ? ტურიზმში გამოხოთ. ზოგადად შენ პორტუგალი. ეს რა წყალია? შენ დაგენახა 80-იანებში წყალი აქ. კახა კიდე ბოტასები წამოვიდა, ნათლობაში მიდისო. მოდი. ისინი მოდი. ვაიმე, გადამიყო. გადამიყვანე. ეს თქნა დადგეს ერთი კაცი, ხო? აი როგორც საქართველოს იგრე იქნებენ მისულია და ძაღლი ვაწუხებს და იგებს ხმას რომ ნომრებში დგანან რაღაცა პატარა ხმა წყალი მოდის მაგას ვიზახო და აქ უკიდურეს ისეთი შიგონა ჩავუდგეთ რომ უკიდურეს წერტილში უნდა დადგეს ერთი კაცი. სანამ დავლაგდებით და სანამ რაღაცა იქ შესასვლელი სად არის და რაღაცა ნახავ რა თქო. აქ ადგება ბაბა. აი ამზაზე რაც გამოვა ყველავარი შექმნა გამოვიდეს ხო? აქედან გამოსულსაც ბა. აუ აი მინახეთი დამბა დაუგახე. ანუ ამას აი ნახე როგორ აი აი
ადგილიდან გამოსული აქ. თუ გაგიჭირდება მაგალითად გოიზე მაგალითად დაბა ჩამოსვლა შეგიძლია ეს სიმაღლეზე ვიგებ იქ მხარეს დაინახო რა მიჭირდება მოვიწვი. ხო წავეცად მაშინ მომისული. რატი მიყავ? ეხლა ერთ კაცს ვაყენებ მე აგეი. ერთს ვაყენებ იქით აკუთხეში. ორი გამყავ იქით ხევზე. 4 კაცი. 4 სურანე კაცი მიყავს ხო შეიძლება. 1 2 3 4 რო წახვიდეთ შუაზე. ხო. მე დამჭა ერთ გამოვიდა. ხევზე აქ წავედი. აუ. ერთი კაცი გავაჩეროთ რატი? ერთი კაცი გავაჩეროთ. იქიდან თოფითა ქორმოწდება შანსი არა რაღაც ისე იქნება. ხო. აი ხა სადაც კარგი ხების არეალი იქნება. აი იქიდან ბილიკები დავინახე ორი ხა იქ. სკასას კარგი ხების არეალი იქნება. რა კარგად აქვს? ენოცაც, ტურასაც ის სკოლი იყო. დარჩები? მე რა თქვი და მე დავშე. რა პრობლემა არა. მნიშვნელობა არ აქვს ალბათ. ვინ არ მშულობა? ბილიკები ცავსია. აქ ხარ დავდგე. აგირებს სად მანეგანები გასაგებია. გამოუშვით მე. ხო, კარგი. ეხლა აი შედი აი. ხო. აი ხებთ. ხო. იმად გაჩერდა. აი ხებთან, ხო? წამოდი. თუ არ შემოbrunდა უნდა გავარდეს უკვე. იქით სხვას დასტევენ. დრონით უცდია ვინმეს ყურება? სიტუაცია. კი. ახი აქ უნდა გამოვიდეს რაღაც. აქ ყურე შენაე მაშუყურე. კონცენტრაცია გააკეთე ამ ადგილზე. აქ მოყავთ. ეს როლი. და ზაღლებს ჩაუდგე. მოკლედ, ბუჯა, ერთი სარეკი ჩავამთავრეთ, სუმამ ხელი შეგვიშალა, ვეღარ განვაგრძეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტები ვართ. და მეორეს კიდე გავაკეთე. კი, აუცილებლად. ერთი ერთი სალი წამოვიღეთ, სამი ვერ გამოიტანეს და ერთი დაჭრილი შორს მოხდა და ვერ გადავედით, დიდი წყალი იყო და ვერ წამოვიღეთ ის. ნუ ერთი სალი ფაქტიით გამოიტანეთ. ამას ქვია, რომ შედეგიანი ნადირობა იყო. შედგა ნადირობა და წარმოიდგინეთ, რომ დღეს რაც გავაკეთეთ, იქნება ამის შედეგი იქნება სუმცირე პლუს 50 ხოხობი და 1-10 კურდღელი. კი ბატონო. და კიდე გავაკეთებთ მეორე სარეკს და ნახოთ. დიდი ალბათობით ამინდიც დაგვაცდის და შედგება მეორე სარეკი. აბა, დროებით და გაგიზიარებთ ყველაფერს. ავიდით, გოგა. აბა. წარმატებული ნადირობა და აბა შენიც. კაი ადგილას მიდიხარ და ყლაპო ვიცი, აქეთ თუ იქეთ. ყლაპო მე აქ მოდი. აქეთ არის მეცი. დავიდნენ ბიჭებიც. გამო ბაბუ. გო საათ ტურები არიან, გასულ რა შეკითხებს. გასამო მეშინია რა მინდა ტურებთ არებს იძახთა ცოტა გაკითხება ბახი. დავამთავრეთ მეორე სარეკიც ჩამთავრდა სადღაც 1:30-1:35 პატრონა გავარდა სავარაუდოდ კაი რაოდენობა აიღეს ბიჭებმა
ძაღლემაც იდეალურად იმუშავეს წინა სარეკთან განსხვავებით და ნახავთ, გამოიტანენ ყველა, არავინ არ დატოვებს შიგნით და ყველა გამოიტანს გარეთ და ნახავთ რამდენი იქნება. არა უშავს, მაგის გასვლას ძალიან. აი და ვაბანაოთ აი, კაცო. ეგ ეს როგორ გაფრთხილია. ესეც მოხდა გამიტანილი. ორი ვერ გამოვიტანეს. ორი ვერ გამოვიტანეს. ვერა. ესე იგი 7 ამ. 7-ა? სავარაუდო ჩემი ესე იგი მეორე. უდე იფაგებული. ციკო პირობითა ჯონდო ერქვა ვიღაც სახელი. იმას ყველაფერი ამოუღო და მამამის მარტო ტენი დაუცა. მე კაცი გაგი. ხან ჯამში ჩაიხედავს, ხან შვილს შეხედავს, ხან ჯონდოი გაიხედავს. ეს რა არის შვილო? ეგ ის არის რომ შენ აუგუშინ საკეიფოდ გაიქეო. არ მემეხმარეო, ჯონდომ კიდევ იმ ხელა პატივი მცაო. ეს გავნაწილდებით ყველა და სადღაც 10 წუთში დავიწყებთ უკვე. ვით გამოვედით ყველანი და ორი ცალი აუღიათ აქ. იქითაც ყავთ. ამოვიდა მაინც ეს კაცი დაგვაქვს ამანდა რა, აკრად მათ გაწევა. ამო. დავით. რა